მოგესალმებით საყარელო მაყურებლებო, ახლა გაკეთებთ გაშლას რატომ შეიცვალა. ვარიანტი გვექნება 2. გაშლა არის პირადული ურთიერთობაზე, როგორც უკვე ხვდებით და დავიწყოთ პირველი ვარიანტით დახასიათებით. ენერგიებში ხართ აქ. გრძნობებში ხართ და ცოტა გახისტებული ხართ. თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ ამ ურთიერთობისთვის. ბევრს ფიქრობთ. შეგიძლიათ იყოთ სხვადასხვანაირი, ხან ლაღი, ხან კაცრი, ხან მგრძნობიარე, ხან ლოგიკური. შესაძლოა აქ ვიღაცები წახვედით, ან პარტნიორი წავიდა, ან ფიქრობთ წასვლაზე. ნახოთ თქვენი პარტნიორი რა ენერგიებშია. შეიძლება იყოს ჰაერისტიკია, ან იყოს ადამიანი ძალიან ლოგიკური, რომელიც გრძნობების ზოგადად მაინც და მაინც არ ჯერა და არის არაემოციური, არჩევანშია. არიც რა გააკეთოს, როგორც ბედის ბორბალი დატრიალდება და იყოს ასეო. ფიქრები და ილუზიები და ოცნებები აქვს, მაგრამ მე აქ ვხედავ სამკუთხედს. თუ რა არის ეს? შესაძლოა ადამიანი იყოს კონცენტრირებული სამსახურეობრივ სფეროზე ახლა. ვიღაცასთან კი გათამაშდება, რომ არის სამკუთხედი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, ვინც აქ დაქორწინებულია. ან თქვენზე, ან სამკუთხედი, მესამეზე, ანუ. ნახოთ, რატომ შეიცვალა. მიზეზი. ვინც იცით რომ დაქორწინებულია და არა თქვენზე, აქ მისი მეუღლე, ეს ქალბატონი არის შუაში. ვიღაცასთან კი გათამაშდება ისე, რომ გამოჩნდეს სხვა მესამე ეხლა, სამიანი, სხვა პერსპექტივები. მის მიმართაც გაუჩნდა გრძნობები, ემოციები. ვიღაცასთან კი გათამაშდება, რომ ყოფილთან უნდა დაბრუნდება, ან დაბრუნდა, ვისთანაც იყო ურთიერთობა დანგრეული. მოდით ვიკითხოთ, ანუ აქ არის მესამე ფაქტორი, მესამე პირი ყველა ვარიანტში. რაღაც ამბავი გაიგო. რის შედეგადაც თითქოს ჯერ დაპაუზდა და მერე სულ წავიდა. თქვენ ამან ჩაგაგდოთ დეპრესიაში, თავისთავად დაიწყეთ გზების ძებნა და მუშაობა როგორ შემოატრიალოთ სიტუაციას სწორად. მაგრამ აქ ილუზიური წარმოდგენები გაქვთ თითქოს. მოდით ნახოთ ახლა იმათვის, ვინ ზუსტად იცის, რომ სამკუთხედი არ არის. მიზეზი რა არის? მაინც მესამე ფაქტორი ამოდის, ნუ ამ შემთხვევაში ეს სამსახური ან სხვა პირები, შეიძლება იყვნენ ოჯახის წევრები, მეგობრები, ანუ სამკუთხედი მაინც არის აქ მესამე, ანუ თქვენს გამო არ შეიცვალა. შეიცვალა მესამე ფაქტორის გამო. ვისთანაც არ არის ეს სხვა ქალი ან სხვა კაცი, მათთან რა ხდება? სულიერ კრიზისშია, იკეტება. ის შანსები, რასაც თქვენთან ხედავს, თითქოს მისთვის წვრილმანია მეტი უნდა თქვენგან, ან ზოგადად სამყაროსგან მეტი უნდა, თითქოს ფიქრობს, რომ მეტის ღირსია, თქვენ გიწუნებთ რამეს თუ სიტუაციას უწუნებს რამეს. სიტუაციას, რა არ მოწონს სიტუაციაში. არ მოწონს ის, რომ არის ბევრი უაზრო ლაპარაკი მისი აზრით და თქვენი გადაჭორბებული ემოციურობა. და რას აპირებს? ვიღაცა აპირებს აქ თქვენთან ოჯახის შექმნას. ერაფანტი სწორ ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რადგან რაღაც მორჩეს ეს გაუგებრობა.
ვიღაცა კი არჩევანშია და ჯერ არ იცის რას გააკეთებს, თუმცა დიდი მიზიდულობა არის აქ თქვენთან. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც უყურეთ პირველ ვარიანტს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვერსიები იყო ჩამოთვლილი და ამიტომ შეიძლება რაღაცები ვერ გაარკვიეთ, ამოკლიფეთ ის ინფორმაცია, რაც არის აქტუალური თქვენთვის. კონკრეტულად თქვენი სიტუაციის გასარჩევად კი მომწერეთ პირად ნომერზე, ვიბერზე ან WhatsApp-ზე მომწერეთ და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. რა ენერგიებში ხართ აქ თქვენ? აქ თქვენ არ გინდათ გაშვება სიტუაციის, ჩაბღაუჭებული ხართ. წესით შეგიძლიათ წინ გააგრძელოთ სვლა, რა თქვენ აქ მაგის პოზიციაში ხართ, შეიძლება თქვენი საქმის კარგი სპეციალისტი იყოთ. ზოგადად ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის საკუთარი ცხოვრების მართვა ადამიანებზე კარგი ზეგავლენის ანუ მოხდენა ისე მანიპულაციებით დაჯერებით მე არ ვუძახი რომ ეს ცუდი მანიპულაციები ვართ ყველანი რაღაცებში ხანდახან მანიპულირებთ ანუ შეგიძლიათ აქ ადამიანს აუხსნათ დააჯეროთ სიმართლე თუ ტყუილი ბევრი ამბიციები გაქვთ, ბევრი ოცნებები გაქვთ, მაგრამ მე ხა იმედები გაქვთ რაღაცნაირად გაცრუებული. ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი რა ენერგიებშია. აქ ადამიანმა სრული ტრანსფორმაცია გაიარა უკვე. ეს ადამიანი არ არის, ვინც თქვენ გაიცანით. დაიმსხვრა მისი ინდივიდუალურობა, დაიმსხვრა მისი ცხოვრების წესი, დაიმსხვრა მისი მენტალური მდგომარეობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. და ეხლა რა ხდება? აიცი როგორ შთაბეჭდილება? ძველ შენობას რო დაანგრევ და ჯერ არ იცი როგორ უნდა ააშენო. თითქოს ყველაფერი ძველი მოსპო. და არ იცის ეხლა როგორი უნდა ააშენოს. კარგით. თუ იცანით თქვენი სიტუაცია, გააგრძელეთ ყურება, ვნახოთ რატო შეიცვალა თქვენს მიმართ, მიზეზი რა იყო? გაურკვევლობები, გაუგებრობები. თქვენ რაღაცა მომენტებში შეიძლება მისგან ზედმეტად ჩაკეტილი იყავით, რაღაცა ბლოკებს, რაღაცა დაბრკოლებებს უდგავდით მისი არასერიოზული დამოკიდებულებების გამო. და ეს მას არ მოუეწონა. რა უნდა თქვენგან? გრძნობები უნდა, მაგრამ არასრულფასოვნად, აი რაღაც ისე მიზერულად. და აქაც დაგვივარდა სამკუთხედი. აქაც არის მესამე ფაქტორი, შეიძლება იყოს როგორც სხვა ქალი, ისევე სამსახური, ოჯახის წევრები, მეგობრები და უამრავი რამ ამინდი მისი ცუდი ხასიათი ვერ გამოიძინა ბოლო დროს ზოგადად, ან რამის, ძალიან ბევრი რამე შეიძლება იყოს. კონკრეტულად სხვა ქალს აქ არ მიჩვენებენ, ანუ უფრო რაღაც სხვა ფაქტორია. მისი ეგოიზმი შეიძლება იყოს აქ ფაქტორი, რომ თითქოს აი ყველაფერი სხვებისთვის რატო, ჯერ მე ხარ მისთვის ხარ ძალიან ძლიერი ადამიანი, ვისთანაც აქვს ციკლური ურთიერთობა, ვისაც უყურებს თავის რაღაცა საბედისწერო ადამიანად, ნუ თქვენ მისთვის მთელი სამყარო ხართ აქ. ვისაც ახლა კონტაქტი გაქვთ შეწყვეტილი, დაელოდეთ მალე გამოვა კონტაქტზე და იმახსოვრეთ 2, ეს იქნება ან 2 რიცხვი, ან 2 დღე, შეიძლება 2 საათი. აქ ადამიანს ნოსტალგია აქვს თქვენს მიმართ, ბევრი ხართ აქ დაცილებულები და ახსენდება ბევრი მომენტები, ფიქრობს ლოგიკურად, უნდა რომ ლოგიკურად მიუდგეს საკითხს, მაგრამ მის ბევრი რამე არის გაუგებარი, შეიძლება ახლა არ იცოდეს ბევრი რამე თქვენს შესახებ, არ იცოდეს თქვენი პოზიცია. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც მიყურეთ, კონკრეტულად თქვენი სიტუაციის გასარჩევად მომწერეთ პირადში. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მადლობა ლაიქებისთვის, მადლობა კომენტარებისთვის, მადლობა გამოწერებისთვის, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და არის დიდი სტიმული.